Serion, Rise of Sodom and Gomorrah on my channel. Let's go. შესავალი მხარე დიდი აქვს. სპეციალურად არ ვამოკლებ, არ ვერევი, რომ განიცადოთ დარბაზის ენერგია აუდიტორიის და დაუთმოთ ეს დაახლოებით 7 წუთი აი ამ სიმღერას და მიხვდებით რატომ არის ეს სიმღერა ძალიან მაგარი. ეს მარტო სიმღერა არ არის, ძალიან დიდი ისტორია და ფილოსოფია. სიმფონიური მეტალი, Serion, თუმცა მე ბავშვობიდან ტერიონს ვეძახი. განთიადი სოდომში და გომორაში. გემონებიანი ატრამერი ატარებლის რითმს არ გავს როგორ უჭირავს რა. ძალიან საინტერესო ტექსტი აქვს. ნახეთ ამას, ამ სიმღერის ლირიკა, წაიკითხეთ, შტამპეჭ დავიან ნამდვილად. ხდება რა ეს რაღაც მისტიური აზიური რა მოწონს ერთ პროექტებში აი ტიპები ზოგადად როგორი ბრუტალურები არიან და საშიში რუჟები რო გამოდიან სცენაზე როცა თავის პერფორმანსები აქვს და როცა ესეთ რაღაც ოფიციალური კულტურული ღონისძიება როცა სადაც თავის საქმეები ამბავი არის და უნდა იჯდე დავიცეუსმინო რომ გამოიწკიპებიან ხომ ესეთ კლასიკურ ფორმაში როგორი საყვარელი და კაი ტიპები არიან უმანკოები და სცენაზე აი შავი თვალები და მაგარი გადასახვაა ხოლმე ეს მომწონს. მაგ დროს ხვდები რომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან გრძნობები და არ არიან კაჯები და სატანისტები.
არც ერთი მოძრაობა არ არის რაღაცა აცდენილი, აი აკადემიური და ძალიან მაღალი ინტელექტუალური, აი ძალიან მაგარი ნაფიქრებაში, აი ძალიან მაგარი, აი ინტელექტის და აკადემიურობის ზეიმია რა. აი როგორია იცი? თვითონაც რო აღარ უნდა დამთავრება, მაგრამ რო ხვდებიან რომ კაი საკმარისია ბიჭო, ვეღარ ელევიან ლაშის დამთავრებას, ვერ ამოწმებს. ესეც ასე მეგობრებო, დღეიდან თქვენი პეიჯით ჯგუფი სირიონი, მაგრამ მე ტერიონს ვეძახდი ყოველთვის და ეს რაღაც სირიონ რაღაცა არ მომწონს რა. მოკლედ, ჯგუფი არის ჩამოყალიბებული და შექმნილი 1987 წელს შვედეთში. შვედები არიან ეს ჯგუფი და საქმიანობენ ასე ვთქვათ სიმფონიურ მეტალში. მაგრამ მე რო ვუსმენ მათ ვეშებს გოთიკური მეტალიც არის, დუმგოთიც არის ზოგჯერ. აი, მაგრამ ნუ ძირითადი მათი მიმართულება მაინც სიმფონიური მეტალია და ეს სირიონ სიტყვა სიტყვით ბერძნულად ნიშნავს ასე ვთქვათ დიდ მხეცს. რაც კელტური კულტურის ნაწილია და იქედან არის ინსპირაცია, ანუ იქ არის წარმოშობილი რა. ჩემთვის რა არის ახლა ტერიონი, მოდემი ასე ვიტყვი. მე ამათ მოვუსმინე და კონკრეტულად Rise of Sodom and Gomorrah-ს მოვუსმინე ძალიან დიდი ხნის წინ. ზოგადად 98 წელშია ეს ალბომი და ეს იმ ალბომში შესული ეს სიმღერა, მაგრამ ძალიან დიდი ხნის წინ მოვუსმინე, ალბათ 2000-ში მოვუსმინე უკვე რა. ჩემაც მაგაც პენტიუმი იყიდა და პირველი რაც სერჩავდით და რაღაც ახალ ჯგუფებს წავაწყდით ამას და ნუ დავიშუქე, გადაურიე, გავგიჟდი, იმიტომ რომ ესე რაღაცა სტანდარტულად მეტალიკას მივდევდი, რაღაცა სეპულტურას, Guns N' Roses, რაღაცა ეს Nirvana-ს, Prodigy-საც და ცოტა სიახლეებს ვეძებდი უკვე, ახალი ჟღერადებული მინდო და ეს რო აღმოაჩინე, ამაზე შევჭიქი. Sirens of Wood არის უძლიერესი, მაგასაც აუცილებლად გაგაცნობ და ყველა ძალიან მაგარი ვეში აქვს. მოკლედ, ინტელექტის და რაღაცა ესეთი მუსიკის ზეიმია ოც ამას როცა უსმენ ადამიანი, ხვდები რომ მუსიკის გარდა კიდევ რაღაცა სხვა ხდება რა. რაღაცაზე გელაპარაკება, რაღაცებს გასწავლის და თუ კარგად დააკვირდები, მიხვდები რომ აი როკ მუსიკაში, აი ამ მიმდინარეობაში შეგიძლია, უბრალოდ ეს მიმდინარეობა შეგიძლია გამოიყენო იმისთვის, რომ შენი სათქმელი თქვა, რაღაც ისტორიები მოყვე და აი ესე მიიტანო ადამიანებამდე ინფორმაცია სიმღერით და მძიმეთ. აი როგორც ახლა ეს არის, ხო? სიმფონიური მეტალია განთიადში, სოდომში და გომორში. ნუ ხა ჩვენ ყველა ვიცით, ხო? სოდომი და გომორის ამბავი. აი ეს ისტორია ტიპებმა აიღეს და იმღერეს. და ეს მძიმე ისტორია, მძიმე, მაგრამ წყობრით ამნიმდევრული წესრიგით დაწერილი ესეთი სიმღერა მოგვაწოდეს და მოიტანეს ჩვენამდე და თავი როგორც წაიკითხეს, როგორც მოისმინეს, აი ესე გელაპარაკებიან ამ სიმღერაზე. აი ამ სოდომის და გომორის ტრაგედიის შესახებ რა და ამას მღერიან და ტექსტი ძალიან საინტერესო აქვს და გაეცანით. მოკლედ სერიონი იგივე ტერიონი ჩემთვის არის
ნომერი პირველი ამ მიმართულებით რა. ძალიან მიყვარს ლაკრიმოსა, ძალიან მიყვარს, თუმცა ლაკრიმოსა მაინც უფრო ტიპიური ესეთი გერმანული გოთ მეტალია, სიმფონიური გოთ მეტალია და ლაკრიმოსასაც აუცილებლად გაგაცნობთ. დღეიდან იცით ეს ბენდი და შეიყვარეთ და მოусმინეთ. Sirion, კონკრეტულად ეს სიმღერა Rise of Sodom and Gomorrah. ჩემთვის ეს არის ძვალზე ბურძგლი. ყოველთვის როცა ეს სიმღერა იწყება, მაგარ ხასიათზე ვდგები და აი სულ არ მქონდეს განწყობა ვიწყებ თავის ქნევას. და მე თუ თავს ვიქნებ, ეს ნიშნავს იმას, რომ სიმღერამ ამიყოლია. და თუ ამიყოლია, ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი ადუღა სისხლი წარღვებში. Bye.